მოდით, დღეს ვისაუბროთ ერთ ძალიან ნაცნობ გრძნობაზე. იცით როგორია, როცა რაღაცა სულ თავიდან იწყებ? აი სრულიად ნულიდან. მოდი ჩავყვეთ ამ თემას. ხო, აი ზუსტად ეს გრძნობა, როცა იღურები წინ. და ხვდები, რომ ჯერ არაფერია. არანაირი შედეგი. და ეს სიმართლე გითხრათ შეიძლება ძალიან მარტოსულად და დამთრგუნეულად ჟღერდეს. მაგრამ იცით რა თუ გითხრათ, რომ აი სწორედ ეს სიცარიელე სინამდვილეში თქვენი ყველაზე დიდი კოზირია. კარგით. მოდით პირდაპირ შევხედოთ რეალობას თვალებში, აი იმ რეალობას, რასაც ყველა ვაწყდებით პირველ დღეს. ეს არის, ასე ვთქვათ, ბრძოლა სასტარტო ხაზზე. იცით, ის მომენტი, როცა თავიდან დიდი ენთუზიაზმი გაქვს, მაგრამ მერე ნელ-ნელა ეჭვები გეპარება და გზა რაღაცნაირად უსასრულოდ გრძელი გეჩვენება. მოდი წარმოვიდგინოთ, შედიხარ შენს ახალ პროფილში, ხო? ან ხსნი შენი პროექტის ანალიტიკის გვერდს და რას ხედავ? როგორც წერსი, ეს არის სიცარიელე. ცარიელი დაფა. არანაირი გრაფები, რომლებიც ზემოთ მიიწევს, არანაირი სტატისტიკა, რომელიც უკვე დაწერილა. არაფერი. და მოდი, უფრო დავკონკრეტდეთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შენ იწყებ და მყავს ნული მომხმარებელი. არავინ დგას რიგში. მყავს ნული გუნდის წევრი. ანუ შენ ხარ და შენი იდეა. სულ მარტო. და მოდი გულზე ხელი დავიდოთ, ხშირად გაქვს ნული წარმოდგენა საერთოდ რას აკეთებ და საით მიდიხარ. აი სწორედ ეს არის ის საერთო სტარტი, რომელიც აბსოლუტურად ყველას აქვს. მაგრამ აი სწორედ აქ იცვლება ყველაფერი. იცით, ეს ნული არ არის რაღაც შენი პირადი მარცხის ნიშანი. არა, ეს არის უნივერსალური მოცემულობა. და ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი აზრი, რაც დღეს უნდა წავიღოთ. უბრალოდ კარგად დაუფიქრდეთ. აი აბსოლუტურად ყველა გამონაკლისის გარეშე იწყებს ზუსტად აქედან. ეს რაღაც მოსაზრება კი არ არის. ეს უბრალოდ ფაქტია. ნული. არც მეტი, არც ნაკლები. სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამ, სანამ პირველ წარმატებას დაინახავ, აი სწორედ ეს ციფრია ის, რაც ყველას, აბსოლუტურად ყველას გვაერთიანებს. და აქ იცით რა არის ყველაზე მაგარი? პერსპექტივის ცვლილება. იმის მაგივრად, რომ ამ ნულს ვუყუროთ როგორც რაღაც ნაკლს ამ პრობლემას, მოდი შევხედოთ როგორც რაღაცას, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ის საერთო მიწა, ის საერთო საწყისი, რომელზეც თავიდან აბსოლუტურად ყველა დგას. ეს შედარება, ვფიქრობ, ყველაფერს ამღობს. აბა შეხედეთ, მარცხნივ ყავს ახალბედა, ნული მომხმარებელი, ნული გუნდის წევრი, ნული ცოდნა. ხო, ახლა გადავინაცვლოთ მარჯნივ, ვინც დღეს ყველაზე წარმატებულია, ტოპ შემსრულებელი. რითი დაიწყო მან? ზუსტად იგივეთი. ნული და კიდევ ერთხელ ნული. ანუ სასტარტო ხაზი აბსოლუტურად 100%-ით იდენტურია. ხო და თუ ყველა ერთნაირად ვიწყებთ, რას ნიშნავს ეს რეალურად? იმას, რომ თავიდანვე სათამაშო მოედანი არის იდეალურად თანაბარი ყველასთვის. და მოდით ვნახოთ, რატომ არის ეს ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი იდეა. და იცით რა არის ყველაზე კარგი ამ ყველაფერში? ის, რომ ეს სიმართლე იმისთვის კი არ არის, რომ თავი ცუდად იგრძნო. პირიქით, ეს არის შენი საიდუმლო იარაღი. იმიტომ რომ როცა ხვდები, რომ ის, ვინც შენთვის მისაბაძი მაგალითია, ზუსტად იმავე ადგილიდან დაიძრა, სადაც შენ ახლად გახარ, ეს რაღაცნაირად წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას გმატებს. ანუ თავანი მომენტი აქ არის აზროვნების შეცვლა. მოდი გავიაროთ ეტაპები. პირველი, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ ნულიდან დაწყება თამაშის წესია. всё, წერტილი. მეორე, გავთავისუფლდეთ ემოციებისგან. ეს არ არის პირადი მარცხი, ეს უბრალოდ ფაქტია. და მესამე ყველაზე მთავარი, დავინახოთ ამაში შესაძლებლობა. იმიტომ რომ თუ სასტარტო მოედანი მართლა თანაბარია, ესე იგი შანსიც ყველას თანაბარი გვაქვს, არა? და ეს, გთხოვთ კარგად დაიმახსოვროთ, ის რომ შენ დღეს ნულზე ხარ, აბსოლუტურად არაფერს, გესმით, არაფერს ამბობს იმაზე თუ სად იქნები ხვალ, ან ერთ თვეში, ან ერთ წელიწადში. შენი საწყისი წერტილი შენს პოტენციალს არ განსაზღვრავს. შენი პოტენციალი უსაზღვროა. და ბოლოს მინდა რომ ამ კითხვაზე დაფიქრდეთ, თუ სასტარტო ხაზი მართლა ყველასთვის ერთნაირია, მაშინ რა განსაზღვრავს, ვინ სად მივა ფინიშთან? რა არის ის, რაც განასხვავებს საბოლოო შედეგებს? პასუხი რა თქმა უნდა თქვენს შემდეგ ნაბიჯშია. და ახლა ზუსტად ამ ნაბიჯის გადადგმის დროა. დღეისთვის სულ ეს იყო, შევხვდებით.